მეკარე, ნომერი პირველი, თებაძე შოთა, შემდეგ ნომერი 4, სოფრომაძე ირაკლი, ნომერი 22, სვანიძე სანდრო, ნომერი 9, ხიზანიშვილი გიორგი, ნომერი 8, თუხარელი ლუკა, ნომერი 7, უდუშაური ილია, ნომერი 6, გოჩიაშვილი დაჩი, ნომერი 14, ზამბახიძე ცოტნე და ნომერი 11, ლურჯიძე ნიკოლოზი. სათადარიგო შემადგენლობა შემდეგნაირია: ნომერი 77, კურტანიძე ილია, ნომერი 20, უზნაძე ლუკა, ნომერი 10, ლომია თორნიკე, ნომერი 99, გეგეშიძე ტონი და ნომერი 1, მეკარე თოლორდავა ნიკოლოზი. გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო ჭიკაძე. დიახ, აი როგორც ხედავთ, დაიწყო მატჩი მოედნის ცენტრიდან და წითელ ფორმაში თამაშობენ ინტერის ფეხბურთელები და ყვითელ ფორმაში გამოწყობილები არიან შესაბამისად ავაზას ფეხბურთელები. კი ბატონო და აი ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები, აი აუტიდან ბურთს ჩააწვდიან ავაზას ფეხბურთელები. კი ბატონო. მოედნის პირითი ხაზი დატოვა ბურთმა და თქვენ ხედავთ რომ ბურთს თამაში შეიტანენ ინტერის ფეხბურთელები. კი ბატონო. დიახ. აი წინ ძლიერად გადაგზავნეს ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა, თუმცა პირველ ბურთზე კარგად თამაშობენ ავაზას ფეხბურთელები, მაგრამ ხისვე დაკარგეს ბურთი ავაზას ფეხბურთელებმა. კი ბატონო, აი დაკარგად თამაშობენ ახლა ავაზას ფეხბურთელები. მარცხენა ფრთაზე არიან, ისინი აკონტროლებენ ბურთს და მოედნის შუაში შეიწიეს. კი ბატონო, აი მოედნის ცენტრი. ინტერი თქვენს ეკრანებზე. დიახ. გეტყვით რომ დასრულდა ინტერისა და გორდას შეხვედრა. დიახ. დიდი ანგარიშით დაამარცხა ინტერმა თავისი მეტოქე და მოგება ჩაიწერა თავის აქტივში 12-0. კი ბატონო. დარტყმა შორი მანძილიდან და მეკარე მეორე მოძრაობით დაეუფლა ბურთს. თქვენ ხედავთ ამ მომენტს წინ ზუსტი გადაცემა. კი ბატონო. თებაძე შოთა გახდათ იმ ეპიზოდში ავაზას კიპერი ძალიან კარგი. გრძელდება შეხვედრა. აი მოედნის ცენტრია ბურთი. ავაზა ბურთთან, კი ბატონო, თუმცა ნახევარდაცვაში კარგია. ინტერი ისევ ყვითლები ბურთთან. კი ბატონო, მარჯვენა ფრთაზე, აი. თუმცა დაკარგეს ავაზას ფეხბურთელებმა ბურთი. მარცხენა ფრთაზე შეტევაზე არიან ინტერის ფეხბურთელები. კარგი აჩქარება და დაატოვებინეს ინტერის ფეხბურთელს ბურთი და აი თქვენ ხედავთ რომ ბრძოლა ბურთისთვის. კი ბატონო, აი. კარგად ვარდნი თამაშობთ ახლა ინტერის ფეხბურთელები, კარგად, თუმცა ბურთთან შეტევაზე არიან ავაზას ფეხბურთელები და აი რა კარგი შეტევა განახორციელეს ახლა იმ მომენტში ავაზას ფეხბურთელებმა და ისინი დარჩებიან ბურთთან. კი ბატონო, ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს დღევანდელი შეხვედრა, როგორც ხედავთ, ჩაწოდება, თავით კარგად თამაშობენ ინტერის ფეხბურთელები დაცვაში. კი ბატონო, აი. ისევ ავაზა მეტოქის საჯარიმოსთან სიახლოვეს და აი ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები. კი ბატონო, დარტყმა კარიდან, აი ინტერის ფეხბურთელები შეიტანენ ბურთს თამაში. წინ ძლიერად გაუშვეს ბურთი. პირველ ბურთზე თამაშობენ ინტერის ფეხბურთელები, აი მოედნის ცენტრი. კი ბატონო. ბრძოლა იქ ბურთისთვის. ინტერი დაკარგეს ინტერის მოთამაშეებმა ბურთი. კონჩეტევაზე არიან ავაზას ფეხბურთელები, მოედნის ცენტრი. კარგი მოძრაობები ახლა მე-9 ნომერი. რა კარგად ირჯებოდა ამ ეპიზოდში. რჩებათ ბურთი ავაზელებს, თუმცა დაცვაში მედგრად დგანან ინტერის ფეხბურთელები. მოძრაობა დარტყმაა და რა კარგი იყო კიპერი ინტერის ამ ეპიზოდში. ჩიხვაშვილი სანდრო გადაარჩინა თავისი კარი გაშვებულ გოლს. ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები. კი ბატონო. მარჯვენა ფრთიდან კუთხურ ჩააწვდიან ავაზას ფეხბურთელები. აი გაისწორა ავაზას ფეხბურთელმა ბურთი და ჩაწოდება მაღალი გადარჩა ამ ეპიზოდში ინტერი. კი ბატონო, დარტყმა კარიდან.
თბილისელებმა, ინტერის ფეხბურთელებმა შეიტანეს ბურთი თამაში, რა თქმა უნდა, ორივე თბილისის გუნდი გახლავთ, კი ბატონო. ორი კარგი გუნდი ეთამაშებიან ერთმანეთს. ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები აუტიდან. აი, შეიტანენ ბურთს თამაში. კი ბატონო, აი. ეძებს თავის პარტნიორს ინტერის მოთამაშე, მონახა. კი ბატონო. დაკარგეს ახლა ინტერის ფეხბურთელებმა ბურთი. კარგი აჩქარება, მიუახლოვდნენ მეტოქის საჯარიმოს დარტყმა და რა კარგია კიპერი. მეორე და აი, კი ბატონო გახსნეს შეხვედრაში ანგარიში ავაზას ფეხბურთელებმა. კი ბატონო და 0-1 თამაშს იგებს თბილისის ავაზა. მოგახსენებთ მე თქვენ გოლის ავტორსაც კი ბატონო. მოედნის ცენტრიდან განაახლებენ თამაშს ინტერის ფეხბურთელები. მე-11 ნომერი გატანილი გოლის ავტორი კი ბატონო ლურჯიძე ნიკოლოზი. კი ბატონო. თავდამსხმელი ავაზასი და როგორც გითხარით შეხვედრაში დაწინაურდა თბილისის ავაზა. ისინი არიან კიდევ ისევ ბურთთან კი ბატონო, თუმცა დაცვაში კარგია. შორი მანძილიდან და დაიბლოკა ეს დარტყმა. ყოჩახ ძალიან შორიდან ურტყამდა კარის მიმართულებით ახლა ავაზას ფეხბურთელი და როგორც მოგახსენეთ, დაბლოკეს ინტერის მოთამაშეებმა ეს დარტყმა. კი ბატონო. აუტიდან ბურთს შეიტანენ ინტერის ფეხბურთელები. კი ბატონო. შეიტანეს. წინ გადაცემა. პირველ ბურთზე თამაშობენ კარგად ავაზას ფეხბურთელები. კი ბატონო. ხიზანიშვილი გიორგი გახდა 9 ნომერი და კარგად გაატარა ეს ბურთი 22 ნომერმა. კი ბატონო. სვანიძე სანდრომ დარტყმა კარიდან. ქებაძე შოთა, აი კიპერს ხედავთ თქვენს ეკრანებზე ავაზას მეკარეს, თუმცა იქ თანაგუნდელი, აი მე-4 ნომერმა შეიტანა ბურთი თამაში სოფრომაძე ირაკლი. აგურავებენ თავიანთ ნახევარზე ბურთს ავაზას ფეხბურთელები, კარგი მიღება, კი ბატონო. კარგად თამაშობდა ახლა იმ ეპიზოდში მერვე ნომერი თუხარელი ლუკა, თუმცა დაკარგეს ყვითლებმა ბურთი დარტყმა შორი მანძილიდან და არ გასჭირვებია ავაზას კიპერს ბურთის დაუფლება შოთა ქებაძეს ნომერი პირველი. კი ბატონო. გრძელდება შეხვედრა. მე-9 ნომერის კარგი გადაცემა ზუსტი გამოდგა, თუმცა ვარდნით აუძზე გადაგზავნა ბურთი ახლა ინტერის მცველმა. კი ბატონო. ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. აი თამაში ბურთს შეიტანენ ავაზას ფეხბურთელები შეიტანეს. კარგად მიიღო ახლა ავაზას ფეხბურთელმა ბურთი 22 ნომერი სვანიძე, თუმცა დაკარგეს ყვითლებმა ბურთი კონჩეტევა, კარგი ცრუ მოძრაობები და საბოლოო ჯამში ავაზა დაეუფლა ბურთს და ახალ შეტევაზე არიან მარჯვენა ფრთაზე. შეიწიეს მოედნის ცენტრში. კარგი გაგრძელება, კარგი. მარცხენა ფრთაზე გადაიტანეს ბურთი და დაკარგა ზუსტად გამოვიდა ახლა ინტერის კიპერი სანდრო ჯიხვაშვილი. კი ბატონო, ნომერი პირველი. კი ბატონო, კუთხური მარცხენა ფრთიდან კუთხურს ჩააწვდიან ავაზას ფეხბურთელები. ჩაწოდება. დიახ, გრძელდება ახლა ავაზას თამაში, აი ბურთთან ისინი გახლავან ავაზას ფეხბურთელები მარჯვენა ფრთაზე. მარჯვენა ფრთა ჩაერთო საქმეში თქვენ როგორც ხედავთ, კარგი მანევრირება, კარგი ცრუ მოძრაობები, კარგად მონახა ახლა 22 ნომერი. კი ბატონო, სვანიძე სანდრო და იქ ართმევაზე რა კარგი იყო ინტერის ფეხბურთელი. კარგი ზუსტი გადაცემა. კი ბატონო. გრძელდება ინტერის შეტევა, კარგი ფინტები ახლა. კი ბატონო, ინარჩუნებენ ინტერის ფეხბურთელები ბურთს. მონახა თავისუფალი პარტნიორი. კარგი ცრუ მოძრაობები, თუმცა რიცხობრივ უპირატესობას ფლობდნენ ახლა ავაზას ფეხბურთელები და დაატოვებინეს ინტერის მოთამაშეს ბურთი, თუმცა უმალ ინტერის ფეხბურთელები ეუფლებიან ბურთს, თუმცა დაიკარგა ეს ბურთი და მოედნის ცენტრშია უკვე თქვენ ხედავთ ბურთი. ინტერი ბურთთან კარგი ცრუ მოძრაობები, თუმცა მეორე ფეხბურთელს ვერ გაცდა ახლა მოედნის ცენტრში ინტერის მოთამაშე. მარცხენა ფრთა ჩაერთო საქმეში, თქვენ ხედავთ ავაზას შეტევას მარცხენა ფრთა და თავით გამოაქვს ახლა თავის საჯარიმოდან ინტერის დაცვას ბურთი. დიახ, იქ შეჯახება მოხდა და მსაჯი არ აჩერებს შეხვედრას, როგორც ხედავთ.
დიახ და როგორც იქნა შეაჩერა მატჩი, აი ფეხბურთელი თქვენ ხედავთ თქვენს ეკრანებზე და წამოდგება ეს ფეხბურთელი და განაგრძობს დღევანდელ შეხვედრას. კი ბატონო. პაუზა შეხვედრაში აუტიდან ბურთს ჩააწვდიან ინტერის ფეხბურთელები ჩამოაწოდეს. თქვენ ხედავთ ამ ეპიზოდს. ინარჩუნებენ ბურთს, თუმცა საბოლოო ჯამში დაკარგეს ბურთი წითლებმა. კი ბატონო, მოედნის ცენტრი. კარგი, გამოზომილი, ზუსტი გადაცემა, კარგი გაგრძელება. ბურთი გადაიტანეს, ახლა შეტევა მარცხენა ფლანგზე. ავაზას ფეხბურთელებმა. კარგი მოკლე გადაცემები, კი ბატონო. კარგი სრულმოძრაობები და დაცვაში. კარგია ინტერი. მოედნის ცენტრი. დაკარგეს ინტერის ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრში ბურთი და ახალ შეტევაზე არიან ავაზას ფეხბურთელები. მერვე ნომერი მიიწევს კარგად წინ და ვარდნით დაატოვებინეს მას ბურთი. უმალ დაეუფნენ ბურთს ყვითლები, აი, კარგი სრულმოძრაობები ახლა ავაზას შესრულებით. აქვს მას სივრცე, დარტყმა და მეორე მოძრაობით მოახერხა ახლა ბურთის მოშორება კიპერმა ჯიხვაშვილი სანდრო ინტერის კარის დარაჯმა. მორიგი ფაზა შეტევის. დიახ, მიაწვა ავაზა, კი ბატონო და დაცვაში იმ მომენტში რა კარგი იყო ინტერი. მორიგი ფაზა შეტევის ახლა, თქვენ ხედავთ მარცხენა ფრთა საქმეში და ვარდნით ბურთი გაუშვა, დიახ. აუძე, კი ბატონო, მცირე სათამაშო უპირატესობას ფლობს. თქვენ ხედავთ, რომ სოსო ჭიკაძის შეგირდები აუტიდან ჩააწვდიან ისინი ბურთს ჩამოაწოდეს. ყვითლები, აი, თქვენ ხედავთ, ისინი ფლობენ ბურთს. კარგად გასტახა. ორმეურვეს. კარგად უპასა თავისიანს დარტყმა და დიახ, აცდა ეს დარტყმა კარს, თუმცა აქტივში უნდა ჩაიწეროს რა თქმა უნდა. დარტყმა კარიდან ბურთს თამაში შეიტანენ ინტერის ფეხბურთელები. დიახ, შეგახსენებთ, რომ ანგარიშია 0-1 თამაშს იგებს ავაზა. დიახ, არაფერი იქ ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი, არავის შეხებია ბურთი და ბურთთან დარჩებიან ყვითელ ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელები. კი ბატონო, აი, ჩააწოდეს ბურთი აუტიდან. კარგი, გამოზომილი, ზუსტი გადაცემა, კარგი გაგრძელება ახლა ბურთის ფლობის მოედნის შუაში არიან ავაზას ფეხბურთელები. აი, თქვენ ხედავთ თქვენს ეკრანებზე, კარგი გადაცემა მარჯვენა ფლანგზე და დაკარგეს ყვითელ ფორმაში გამოწყობილებმა ბურთი. მორიგი შეტევა ინტერის შესრულებით, თუმცა ბრძოლა იქ ბურთისთვის საბოლოო ჯამში ბურთთან არიან ავაზელები. ავაზას ფეხბურთელები, კი ბატონო. გასა ერთმეურვეს დარტყმა. და რა კარგი ამ ეპიზოდში ცალი ხელით მოიგერი ახლა ბურთი კუთხურზე. ქება სანდრო ჯიხვაშვილს, კი ბატონო. შეცვლა, კი ბატონო, თქვენ ხედავთ ახლა მოედანზე შევიდა კი ბატონო, ნომერი პირველი შვილდაძე დანიელი დაიცავს ახლა ავაზას კარს, კი ბატონო, შეიცვალა და აი შეცვალეს ნომერი 20-ით შევიდა მოედანზე, თქვენ ხედავთ თქვენს ეკრანებზე. არა, ეს რა თქმა უნდა შვილდაძე დანიელი ინტერის კარის დარაჯია, რა თქმა უნდა, ეს სათადარი ქუთაშორისა თოლორდავა ნიკოლოზი. კი ბატონო, კიპერი, კი ბატონო, ინტერის შემადგენლობაში სათადარი ქუთაშორის, აი ეს მეკარეა. კი ბატონო და აი ავაზას შემადგენლობაში თქვენ ხედავთ მოხდა ცვლილება, როგორც გითხარით. კი ბატონო. აი კიდევ ერთი ცვლილება 99 ნომერი შევიდა მოედანზე, გეგეშიძე ტონი, კი ბატონო და უზნაძე ლუკაც შევიდა მოედანზე, ასევე ნომერი 15-იც. აი თქვენ ხედავთ ცვლილებებს თქვენს ეკრანებზე. ბევრი ცვლილება განხორციელდა, როგორც ნახეთ, ავაზას გუნდის შემადგენლობაში. გაგრძელდა შეხვედრა, კი ბატონო, განახლდა შეხვედრა მოედნის ცენტრში, კი ბატონო. აი, ავაზა ფლობს ბურთს, კარგი, ზუსტი გადაცემა მარცხენა ფლანგზე, კარგი სრულმოძრაობები ახლა ავაზას შესრულებით, კარგი მოკლე გადაცემები ცდილობდნენ ახლა მეტოქის კარის მიახლოვებას, თუმცა დაცვაში ამ ეპიზოდში რა კარგია ინტერი. ჩაწოდება მეტოქის საჯარიმოში. დარტყმა შორი მანძილიდან და არა იქ აკონტროლებდა ჯიხვაშვილი სანდრო თავის კარს და დარტყმა კარიდან. კი ბატონო, აი ხედავთ თქვენ ინტერის კიპერს, თუმცა იქ თავისი თანაგუნდელი
გახდათ ბურთთან და სწორედ რომ მან შეიტანა ბურთი თამაში. კი ბატონო. კი ბატონო. შვილდაძე დანიელი, კი ბატონო, ეს სათადარიქოთა შორის იმყოფება ინტერის მეორე კარის დარაჯი, კიდევ ერთხელ აღსანიშნავია. კი ბატონო. აუტი. აუტიდან ჩააწოდეს ბურთი. ავაზას ფეხბურთელებმა. გრძელდება შეხვედრა, გრძელდება, როგორც თქვენ ხედავთ თქვენს ეკრანებზე. დარტყმა კარიდან. ინტერი ბურთთან. შეიტანეს ბურთი თამაში, მოედნის ცენტრი. პირველ ბურთზე თამაშობენ ავაზას ფეხბურთელები, როგორც ხედავთ, თავიანთ ნახევარზე აკონტროლებენ ბურთს ისინი. აი, ნომერი 20 კარგად მანევრირებს ამ ეპიზოდში, უზნაძე ლუკა. მოედნის შუა, აი თქვენ ხედავთ. ავაზას ფეხბურთელები ბურთთან წინ გადაცემა, თუმცა იქ არაფერი მოჰყოლია ამ ეპიზოდს. კი ბატონო, თავით ითამაშა რა თქმა უნდა, გადააგდო თავით ახლა თამაშობდა იმ ეპიზოდში ინტერის ცველი და კუთხურზე გადაგზავნა ბურთი. შეეხო. და ბურთი და კუთხურზე გაუშვა, როგორც გითხარით და კუთხური სტანდარტი. კარგი ჩაწოდება, მაღალი დარტყმა, ეფექტურა სტილობდა ახლა. დარტყმას კარში, თუმცა არ გამოვიდა ახლა ავაზას ფეხბურთელს. როგორც ხედავთ, ინტერი ბურთთან. დააკარგეს ბურთი ინტერის მოთამაშეებმა, კარგი ვარდნა. მორიგი მცდელობა ახლა შეტევის ავაზა შესრულებით. მოედნის შუა, დარტყმა შორი მანძილიდან. მეორე მოძრაობით რა კარგია ახლა. ქება და ქება სანდრო ჯიხვაშვილს. დიახ. რა კარგად ითამაშა იმ ეპიზოდში. მოედნის ცენტრში, მოედნის ცენტრში გადაგზავნა ინტერის კიპერმა ბურთი, თუმცა ისევ ავაზა ბურთთან. კარგი ცრუ მოძრაობები, კარგი და ბურთმა დატოვა მოედნის პირითი ხაზი. კი ბატონო, დარტყმა კარიდან ისევ თბილისის ინტერის კარის დარაჯი, თუმცა იქ თანაგუნდელს დაუთმო ბურთი. კი ბატონო, რა კარგი იყო, აღსანიშნავია კიდევ ერთხელ ჯიხვაშვილის კარგი თამაში იმ ეპიზოდში. პირველ ბურთზე ისევ ავაზა, თუმცა დაკარგეს ავაზას ფეხბურთელებმა ბურთი. დიახ. აუტზე მოიგერიეს ბურთი თბილისის ინტერის ფეხბურთელებმა. აუტიდან ბურთს ჩააწვდიან ავაზას ფეხბურთელები. კი ბატონო. ათიანი. დიახ, ჩააწოდეს ბურთი აუტიდან. ბრძოლა იქ ბურთისთვის, მოედნის ცენტრი. კარგი ცრუ მოძრაობა ახლა ავაზას მოთამაშის შესრულებით. ინარჩუნებენ ყვითლები ბურთს, კარგად გასდა ერთმეურვეს. დარტყმა და თავით კარგად თამაშობს ინტერის დაცვა. მორიგი მცდელობა შეტევის ახლა ავაზას გუნდის შესრულებით და თქვენ როგორც ხედავთ, ბურთმა დატოვა მოედნის პირითი ხაზი. მორიგი კუთხური, ბურთს კუთხურიდან ჩააწვდიან ავაზას ფეხბურთელები. როგორც გითხარით, მცირე სათამაშო უპირატესობას ფლობს ავაზა. ჩაწოდება დაბალი და შეტევის მეორე ფაზა, ჩაწოდება მეტოქი საჯარიმოში და განიმუხტა ეს მდგომარეობა. კიპერამდე მივიდა ბურთი. ფოლორდავა ნიკოლოზი, კი ბატონო. კარგი ზუსტი გამოზომილი გრძელი გადაცემა და ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები. აუტიდან ბურთს შეიტანენ, ავაზას ფეხბურთელები შეიტანეს. დიახ. გრძელდება შეხვედრა. ინტერი ბურთთან. მოედნის ცენტრი დაკარგეს. ინტერის ფეხბურთელებმა ბურთი. მორიგი მცდელობა შეტევის ახლა. მარჯვენა ფრთაზე არიან ავაზას ფეხბურთელები, თუმცა გამოიტანეს ახლა თავიანთ კარის მისადგომებიდან ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა. ისევ დაეუფნენ ბურთს ავაზას ფეხბურთელები. დარტყმა და არაზუსტი. აკონტროლებდა იქ, აღსანიშნავია, ჯიხვაშვილი სანდრო ამ დარტყმას და დარტყმა კარიდან. კი ბატონო, დარტყმა კარიდან წინ ძლიერად გადაგზავნეს ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა. პირველ ბურთზე კარგად თამაშობენ ყვითელ ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელები. სწორედ რომ ისინი ფლობენ ბურთს, თქვენ ხედავთ თქვენს ეკრანებზე. კარგი ცრუ მოძრაობები, კარგად გასდა ახლა სამ ფეხბურთელს, კარგი გადაცემა და რა კარგია ამ ეპიზოდში ინტერის კიპერი ფეხით მოიგერია ბურთი ჯიხვაშვილი სანდრომ. მორიგი ფაზა ახლა შეტევის ავაზას შესრულებით. კი ბატონო და საჯმა შეაჩერა მატჩი.
კი ბატონო, თქვენ ხედავთ ამ ეპიზოდს. სტანდარტი, კი ბატონო. აი, ბურთთან ავაზას ფეხბურთელები. ნომერი 8. თუხარელი ლუკა ბურთთან. დიახ. სტანდარტი ძალიან სახიფათო მდგომარეობა ინტერის კარის მიმართულებით. იქ მეკარემ დააყენა კედელი, კი ბატონო, ჯიხვაშვილმა და 3 ფეხბურთელი აღიმართა კედლად. იქ მსაჯმა დააყენა ინტერის ფეხბურთელები. აბსოლუტურად ყველაფერი რიგზე გამორბენი. დარტყმა და მცირე მანძილით აცდა ახლა ინტერის კარს ეს დარტყმა კარიდან. კი ბატონო, თუხარელი ლუკა ურტყამდა მეტოქის კარის მიმართულებით. დიახ, როგორც გითხარით, ბურთმა დატოვა მოედნის პირითი ხაზი. წინ გადაგზავნეს ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა. პირველ ბურთზე თამაშობენ კარგად ინტერის მოთამაშეები, თუმცა იქ დაატოვებინეს ბურთი. 77 ნომერი, რა კარგი იყო ამ ეპიზოდში, კურტანიძე ილია. დიახ, ავაზას ფეხბურთელი, მე-7 ნომერი ბურთთან, კი ბატონო. ხედავთ. ისევ ავაზა. კოჩიაშვილი. კი ბატონო, თუხარელი. და ბურთი დაკარგეს ახლა შეტევაში ავაზას ფეხბურთელებმა. ინტერის ზუსტი გადაცემა ზეთხაზზე გააჩერა ბურთი ინტერის ფეხბურთელმა და არა, ბურთთან დარჩებიან ავაზას ფეხბურთელები, სწორედ რომ ისინი ჩაწვდიან ბურთს აუტიდან. კი ბატონო. კურტანიძე ილია, დიახ. შეცვლაზე შესული ფეხბურთელი გახდა თქვენს ეკრანებზე, ყვითელ ფორმაში გამოწყობილი, რა თქმა უნდა. კურტანიძე ილია 77 ნომერი. აუტიდან ბურთი ჩამოაწოდეს ინტერის ფეხბურთელებმა. კი ბატონო, ისინი ფლობენ ბურთს. გეგეშიძე ტონი, ასევე შეცვლაზე შესული ფეხბურთელი 99 ნომერი. კი ბატონო. დაცვა ამ ეპიზოდში კარგად თამაშობდა ინტერის და ბურთი გადააგდეს აუტზე. კი ბატონო, აუტიდან ბურთს ჩააწვდიან ავაზას ფეხბურთელები. ამას გააკეთებს კურტანიძე ილია, 77 ნომერი. ჩამოაწოდა აუტიდან ბურთი, გოჩიაშვილი. ის ფლობს ბურთს ნომერი 6, კარგად გაცდა ახლა ერთმეურვეს, თუმცა დაცვაში რა კარგია თბილისის ინტერი. ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები. აუტიდან ბურთს ჩააწვდიან ავაზას ფეხბურთელები. ამას გააკეთებს აი თუხარელს გადააწოდეს ბურთი, აი ის ფლობს ბურთს ნომერი 8. უკან კიპერს დაუგორა თოლორდავას ნომერი 1. კარგი ზუსტი გადაცემა. უზნაძის მისამართით ნომერი 20. მოედნის ცენტრში მიდის იქ ბურთისთვის ბრძოლა, თუმცა გამარჯვებული აღმოჩნდა ამ ეპიზოდში ავაზა და მარჯვენა ფრთაზე არიან უკვე ისინი. ავაზას ფეხბურთელები ხანგრძლივად ფლობენ ისინი ბურთს, როგორც თქვენ ხედავთ თქვენს ეკრანებზე. დიახ და კი ბატონო, ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. თქვენ ხედავთ ამ ეპიზოდს. კი ბატონო. დიახ, სტანდარტი ჯარიმა. მარჯვენა ფრთიდან, აი ეცდება ახლა მეტოქის საჯარიმოში ჩააგდოს ბურთი. ავაზას ფეხბურთელი ყოველივე ამას ეცდება, რა თქმა უნდა. ძალიან სახიფათო ეპიზოდი თქვენს ეკრანებზე. კი ბატონო, ანგარისკი შეგახსენებთ 0-1 წინ ავაზა. ჩაწოდება და დაბლოკეს ეს დარტყმა ახლა კედლად აღმართულმა ფეხბურთელებმა და კუთხურის შესაბამისად. კარგად ასწია ბურთი ავაზას მოთამაშემ, თუმცა დაცვაში მშვენიერია ინტერი. ამოიტანეს ბურთი თავიანთ საჯარიმოს მისადგომებიდან. კარგი გაქცევა ახლა. მშვენიერი შეიძლება იქ დარტყმა. და რა კარგად ითამაშა ამ ეპიზოდში ნიკოლოზ თოლორდავამ პირისპირ გასული ინტერის ფორვარდს შემტევს აუღო ახლა ბურთი და გადაარჩინა თავისი გუნდის კარი. მოედნის ცენტრი ქება და ქება ორივე ფეხბურთელს იმ ეპიზოდში. კი ბატონო, ბურთისთვის ბრძოლა, როგორც ხედავთ. კი ბატონო, დატოვეს ბურთი თამაში ინტერის ფეხბურთელებმა და ბურთმა დატოვა მოედნის პირითი ხაზი. კი ბატონო, დარტყმა კარიდან. ნიკოლოზ თოლორდავა თქვენს ეკრანებზე. გაათამაშეს ბურთი
ავაზას ფეხბურთელებმა 20-იანი უზნაძე წინ მიიწევს უზნაძე კარგად. კარგი ზუსტი გადაცემა მარჯვენა ფრთაზე გეგეშიძე ტონი კარგად გასდა ერთ მეურვეს გრძელდება ავაზას შეტევა კი ბატონო თუმცა ბურთს დაეუფნენ ინტერის ფეხბურთელები და მოედანი არ ეყო ახლა თბილისის ინტერის მოთამაშეს და გაექცა მას ბურთი მოედნის ფარგლებს მიღმა თუმცა ისე ინტერი რჩება ბურთთან აუტიდან ინტერი ჩავსდის ბურთს არა დიახ კი ბატონო დასრულდა მატჩის პირველი ნახევარი ბურთი თამაში მოედნის ცენტრიდან შეიტანეს ინტერის ფეხბურთელებმა თავიანთ ნახევარზე აკონტროლებენ ისინი ბურთს როგორც ხედავთ კი ბატონო მაღალ პრესინგს ეთამაშება ავაზა როგორც ნახეთ თქვენს ეკრანებზე და ინტერი ისევ ხედავთ კარგი ცრუმოძრაობები შეცვლები განხორციელდა არაერთი ინტერის შემადგენლობაში კი ბატონო და დიახ საჯმა დაუსტვინა ამ ეპიზოდში და ბურთთან დარჩებიან ავაზას ფეხბურთელები კი ბატონო თქვენ ხედავთ თქვენს ეკრანებზე გადათვალა საჯმა იქ ცოცხალი კედელი აღიმართა ინტერის სამი ფეხბურთელი ცოცხალი კედელშია და სახიფათო ეპიზოდი ახლა თქვენს ეკრანებზე შორია კარიდან მაგრამ რა თქმა უნდა ალბათ ჩააგდებს მეტოქი საჯარიმოში ბურთს ავაზას მოთამაშე ჩაწოდება არა კარის მიმართულები და კარი ჩარჩოს ვერ გაარტყა ახლა ეს ბურთი და დარტყმა კარიდან კი ბატონო თქვენ ხედავთ თქვენს ეკრანებზე ინტერის ფეხბურთელებს დიახ შეიცვალა მეკარეც კი ბატონო შილდაძე დანიელი კიპერი თქვენს ეკრანებზე ინტერის კარს მეორე ტაიმში ეს კიპერი იცავს უკვე ნომერი 11 თქვენ ხედავთ თქვენს ეკრანებზე კი ბატონო ხვიჩია დემეტრი არა ეს ავაზას ფეხბურთელია რა თქმა უნდა კი ბატონო არა მათი ბურთის კარგი ფლობა თუმცა წაართვეს ახლა ინტერის ფეხბურთელებმა ბურთი კი ბატონო ნომერი 11 მინდა გითხრათ ნურჯიძე ნიკოლოზი კი ბატონო მიიღო მან ბურთი სწორედ რომ ამ ფეხბურთელმა და გაექცა ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ ინტერმა ჩააწოდა ბურთი აუტიდან მარცხენა ფრთაზე არიან ინტერის ფეხბურთელები თუმცა მოედნის ცენტრში ხედავთ თქვენ ბურთს უკვე ბურთთან ავაზას მოთამაშეები კარგი ზუსტი გადაცემა ნომერი 8 კი ბატონო თუხარელი ნომერი 7 ხუდუშაური ისევ თუხარელი ხანგრძლივად ფლობენ ბურთს ახლა ავაზას ფეხბურთელები და ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. აუტიდან ბურთი ჩააწოდეს ავაზას ფეხბურთელებმა. კი ბატონო, ისინი ფლობენ ბურთს. ხიზანიშვილი გიორგი გახდათ ბურთთან. კი ბატონო. პირველ ბურთზე კარგია ინტერი. ფლობენ ისინი ბურთს ინტერის ფეხბურთელები მოედნის ცენტრში. თუმცა დაკარგა ახლა ბურთი თბილისის ინტერმა. კი ბატონო. ავაზა კარგად ათამაშებენ ბურთს. კარგი ზუსტი გადაცემა წინ მიიწევენ ახლა მშვენივრად კარგად გასდა ერთ მეურვეს კარგი ცრუმოძრაობები ახლა ავაზას შესრულები ტექნიკური დარტყმა და არის ჩასვა ბურთი ბილიარდის შარივით ზუსტად გამოზომილად მიუჩინა მეტოქის კარში თავისი ადგილი ავაზას ფეხბურთელმა თქვენ მოგახსენებ ხუდუშაური ილია გატანილი გოლის ავტორი 0-2 ბურთს თამაში შეიტანენ ინტერის ფეხბურთელები კი ბატონო და განახტა შეხვედრა რა კარგი იყო თქვენ გამეორებითაც ნახეთ ეს გატანილი გოლი კი ბატონო ინტერი თავიანთ ნახევარზე ახლა ინტერის ფეხბურთელები აკონტროლებენ ბურთს კი ბატონო მოკლე გადაცემებით ზუსტი გამოზომილი თუმცა ნახევარდაცვაში ბურთისთვის ბრძოლა გაჩაღდა იქ თუმცა საჯმა დაუსტვინა და დიახ კი ბატონო და ბურთთან დარჩებიან ინტერის ფეხბურთელები იქ შეტევაში დაჯარიმდნენ ავაზას მოთამაშეები თავისუფალი კი ბატონო წინ ძლიერად გადაგზავნეს ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრი იქით კარგად გაშალეს თამაში ახლა ინტერის მოთამაშეებმა მარჯვენა ფრთაზე არიან შეტევაზე თუმცა იქ წართმევაზე კარგია
ავაზა ზუსტი გამოზომილი გადაცემა, კარგი გაგრძელება მოყვა ახლა, თუმცა აუტიდან ბურთი ჩააწოდეს ყვითლებმა. კარგად მანევრირებს ახლა მერვე ნომერი. კი ბატონო, თუხარელი ლუკა და მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ თბილისის ინტერის ფეხბურთელები. კი ბატონო, აი ბურთთან ავაზას ფეხბურთელები სოსო ჭიკაძის შეგირდები თქვენს ეკრანებზე, ხალბატონებო და ბატონებო. ტეტელაევის მაყურებლებო. კი ბატონო, ორი ფეხბურთელი დგას ცოცხალ კედელში, საჯმა მისსა ნიშანი. გამორბენი ჩაწოდება და კარგად თამაშობს მეკარე თუმცა დიახ ნომერი 6 გატანილი გოლის ავტორი. კი ბატონო, გოჩიაშვილი დაჩი. დიახ, გატანილი გოლის ავტორი. კი თამაშა ახლა პირველ ეპიზოდში ძალიან კარგად მოიგერია ბურთი, თუმცა დამატებაზე იყო ჩაღეს ავაზას ფეხბურთელებმა. მოედრის ცენტრიდან ბურთს თამაში შეიტანენ ინტერის ფეხბურთელები. რა თქმა უნდა, დიდია ანგარიშის სხვაობა და როგორც გითხარით, მე პირველივე ტაიმში რომ თამაში ავაზას უპირატესობით წარიმართა პირველ ტაიმში და აი მეორე ტაიმშიც გრძელდება მათი სათამაშო უპირატესობა. როგორც თქვენ ხედავთ თქვენს ეკრანებზე. დარტყმა შორი მანძილიდან და მეორე მოძრაობით ბურთს ეუფლება ავაზას კიპერი. კი ბატონო, არა, ავაზას კი არა, ეს ინტერის კიპერი. კი ბატონო, აი თქვენ ხედავთ ამ შვილდაძე დანიელი. კი ბატონო, მეორე ფაზა შეტევის ახლა ავაზას შესრულებით. კი ბატონო, აი როგორც ხედავთ, აწვება ავაზა და ძირითადად მატჩი მიმდინარეობს ინტერის საჯარიმოს მისადგომებთან. კი ბატონო და აუტიდან ჩააწოდეს ბურთი ავაზას ფეხბურთელებმა დაკარგეს მათ ბურთი და ინტერი ბურთთან. კი ბატონო, თუმცა აი როგორც ხედავთ არ გაჭირვებია ახლა ართმევა ბურთის და ავაზას და აი საბოლოო ჯამში გამოიმუშავეს კუთხური. კი ბატონო, მარცხენა ფრთიდან კუთხურიდან ბურთს ჩააწვდიან ავაზას ფეხბურთელები, ამას გააკეთებს ილია ხოდუშაური ნომერი 7. დიახ. ჩაწოდება მაღალი პირველ ბურთზე რა კარგია ინტერი. გამოიტანეს ბურთი თავიანთ საჯარიმოდან ახლა ინტერის მოთამაშეებმა. შეტევის მეორე ფაზა და კარგია ამ ეპიზოდში ინტერი. არაფერი, აი თქვენ ხედავთ ახლა მოედნის ცენტრთან ახლოს არის ბურთი. ბურთს ფლობს ინტერი მოედნის ცენტრში. დიახ, ზუსტი გამოზომილი გადაცემა მარჯვენა ფლანგზე. კარგად გადაატარა თავზე ბურთი ახლა ინტერის ფეხბურთელმა მეტოქეს, თუმცა ნახევარდაცვაში კარგად მუშაობს ავაზა. კი ბატონო, ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. აუტიდან ბურთს ჩააწვდიან დიახ, ინტერის ფეხბურთელები. კი ბატონო. გია ნადირაძის შეგირდები. მიიღო კარგად ბურთი ახლა ინტერის მოთამაშემ, თუმცა დამუშავება არაცალეს მას. კონჩეტევა მიიღო თბილისის ინტერმა. ბურთმა დატოვა მოედნის პირითი ხაზი, თქვენ ხედავთ თქვენს ეკრანებზე ძვირფასო ხალბატონებო და ბატონებო. ისევ სტანდარტი, კონკრეტულად კი კუთხური მარცხენა ფრთიდან. კი ბატონო. ხუდუშაური ისევ და ისევ ჩააწოდებს ბურთს კუთხურიდან. დიახ. ილია ხუდუშაური. კარგი ჩაწოდება და კიპერი კარგად თამაშობს ხელებით. მოიგერია ბურთი კუთხურზე. ოჩახ ინტერის კიპერს ამ ეპიზოდში. მორიგი კუთხური ავაზას შესრულებით. ჩაწოდება მაღალი და დარტყმა თაური, თუმცა ძალიან არაზუსტი. ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები. დარტყმა კარიდან იქნება. კი ბატონო. თოლორდავა ნიკოლოზი ნომერი 1, თუმცა თანაგუნდელი შეიტანს ბურთს თამაში. კარგად გადაგზავნა ბურთი, თუმცა პირველ ბურთზე ბურთი შეეხო ახლა ავაზას ფეხბურთელს, თუმცა ინტერია ბურთთან როგორც თქვენ ხედავთ მარცხენა ფლანგზე. ვარდნით დაეუფლა ბურთს ახლა ავაზას ფეხბურთელი, თუმცა მყისვე დაკარგეს ყვითლებმა ბურთი. ინტერი შეტევაზე მარცხენა ფრთაზე და რა. კი ბატონო, იქ დაჯარიმდნენ დაცვაში ავაზას ფეხბურთელები. მარცხენა
ფლანგიდან დაინიშნა სტანდარტი. კი ბატონო, აი მსაჯი მიანიშნებს იქ ინტერის ფეხბურთელს, გადათვალა მსაჯმა როგორც ხედავთ, იქ ცოცხალი კედელი აღმართეს თბილისის ინტერის ფეხბურთელებმა და აი თქვენ ხედავთ თქვენს ეკრანებზე ამ ყოველივეს. კი ბატონო. მსაჯმა მისცა ნიშანი დარტყმა კარის მიმართულებით და აცდა ეს დარტყმა ინტერის კარს დარტყმა კარიდან. კი ბატონო. კი ბატონო. ავაზამ შეიტანა ბურთი თამაში. იქით. აი იქით ფთას ხედავთ თქვენს ეკრანებზე, კარგი გაქცევა ახლა წინ ჩვენივრად მიიწევს ახლა ავაზას ფეხბურთელი, თუმცა ჩაჭრეს ეს გადაცემა ახლა ინტერის ფეხბურთელებმა. გრძელდება შეხვედრა. ინტერი მარცხენა ფლანგზე გაცდება ერთმეურვეს. არა, გრძელდება შეხვედრა და აი ნახევარდაცვაში ავაზას ფეხბურთელი კარგია ამ ეპიზოდში. კი ბატონო. სოფრომაძე ირაკლი არ გაუშვა. ახლა ინტერის შემტევი და ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. კი ბატონო. შეგახსენებთ, ანგარიშია 0-3 შეხვედრას იგებს თბილისის ავაზა. კი ბატონო. აუტიდან ჩააწოდეს ბურთი ავაზას ფეხბურთელებმა. კარგი მიღება, დიახ, აი, კარგი ცრუ მოძრაობები, კარგი ფინტები, კარგად შეიწია ახლა მოედნის შუაში მე-14 ნომერი. ზამბახიძე ცოტნე. კი ბატონო, კარგი გადაცემა გამოზომილი. ისევ შეტევის მეორე ფაზა, კარგად დაინახა ახლა იქ გახსნილი თანაგუნდელი ახლა თუმცა ძლიერი გამოდგა ახლა ეს და დარტყმა კარიდან. კი ბატონო, კარგად იხსნებოდა ღუდუშაური ნომერი 7, თუმცა როგორც გითხარით, ძალიან ძლიერი გამოდგა ეს პასი და ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები. ბურთს თამაში შეიტანენ ინტერის ფეხბურთელები. ძლიერად გადაგზავნეს ბურთი მოედნის ცენტრში ინტერის ფეხბურთელებმა, თუმცა დაიკარგა იქ ბურთი. უმალ დაეუფნენ ბურთს ინტერის მოთამაშეები, თუმცა დაკარგეს როგორც ხედავთ თქვენს ეკრანებზე. ყვითლები, აი, რა კარგად გაცდა ახლა ერთმეურვეს, ხო? რა კარგად მიდის წინ მიიწევა მშვენივრად. აქვს მას სივრცე ახლა მე-14 ნომერს. შეტევის მორიგი ფაზა და აი ხედავთ ინტერი ამ ეპიზოდში ძალიან კარგი იყო. ვარდნით დატოვა ახლა ინტერის ფეხბურთელებმა თამაში ბურთი, თუმცა ხედავთ თქვენ ისევ შორი მანძილიდან დარტყმა და დაებლოკა ეს დარტყმა. ინტერის კარის მიმართულებით ურტყავდნენ ახლა ავაზას ფეხბურთელები, მაგრამ როგორც გითხარით, დაბლოკეს ინტერის მოთამაშეებმა ეს დარტყმა. კი ბატონო, შეცვლები. დიახ, ავაზას შემადგენლობაში. კი ბატონო და თქვენ ხედავთ თქვენს ეკრანებზე. თლიანად შეიძლება ითქვას, აი 5 ფეხბურთელი შეცვალეს ახლა ავაზას გუნდის მწვრთნელებმა. კი ბატონო, გრძელდება შეხვედრა მოედნის ცენტრი. გრძელდება ინტერის შეტევა, თუმცა მოედნის ცენტრში კარგია ავაზა. ავაზა ისევ. ინტერი პირველ ბურთზე მშვენიერია ამ ეპიზოდში და კი ბატონო. აი მოედნის ცენტრში მიმდინარეობს, როგორც ხედავთ. შეხვედრა, აი. დაკარგეს ახლა ინტერის ფეხბურთელებმა ბურთი. კარგი გაქცევა ახლა. თუმცა დაცვაში რა კარგი იყო ახლა ინტერის ფეხბურთელი გადაარჩინა ახლა აშკარად თავისი გუნდის კარი. კი ბატონო, გრძელდება შეხვედრა. ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. კი ბატონო. ბურთს თამაში შეიტანენ. დიახ, ცვლილება ავაზას შემადგენლობაში. კი ბატონო. დიახ. მე-20 ნომერი შევიდა და ასევე გეტყვით. მე-10 ნომერი ასევე შესაბამისად, კი ბატონო. უზნაძე ისევ მოედანზეა და ლომიაც ასევე მოედანზეა. მე გეტყვით ახლა, რომ აქ წესები ისეთია, რომ რამდენჯერმე შეუძლია ფეხბურთელს მოედანზე შესვლა და ასევე შესაბამისად გამოსვლა. კი ბატონო, გრძელდება შეხვედრა. ავაზა ბურთთან. დიახ. აი ისინი გახლავენ ბურთთან, აუტიდან ჩამოაწოდეს ბურთი ყვითლებმა, დაკარგეს მათ ბურთი. დიახ. გრძელდება შეხვედრა მოედნის ცენტრში და ბურთს დაეუფნენ ავაზას ფეხბურთელები.
მიიღეს ახლა კარგად ბურთის პასი გავიდა ნომერი 11 ლურჯიძე კარგი მოკლე გადაცემებით ნომერი 8 თუხარელი დარტყმა შორი მანძილიდან და საკმაოდ არაზუსტი დარტყმა კარიდან კი ბატონო შვილდაძე დანიელი აი კიპერს ხედავთ ნომერი 1 ინტერის თუმცა იქ როგორც ჩანს თანაგუნდელი შეიტანს ბურთს თამაში კი ბატონო აი ხედავ დიახ სწორედ რომ ასე მოიქცა ინტერის გუნდი მოედნის ცენტრი აი პირველ ბურთზე კარგად ითამაშეს ავაზას ფეხბურთელებმა და ისინი გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე ბურთით აი კარგი დარტყმა და არა აცდა ეს დარტყმა მიზანს დარტყმა კარიდან კი ბატონო დარტყმა კარიდან დიახ თქვენ ხედავთ შვილდაძე ნომერი 1 ინტერის კიპერი თქვენს ეკრანებზე თუმცა ისევ თანაგუნდელი შეიტანს ბურთს შეხვედრაში წესდება ისეთია რომ 9-9-ზე 25 წუთიანებია გეტყვით ვინც არიცით თითო ტაიმი 2 ტაიმი კი 50 წუთს შეადგენს და როგორც გითხარით ერთ ფეხბურთელს რამდენჯერმე შეუძლია მოედანზე შესვლა დიახ კიდე ცვლილება ავაზას გუნდის შემადგენლობაში კი ბატონო აი თქვენ ნახეთ ორ მაგი კი ბატონო კუთხური მარჯვენა ფრთიდან ბურთს კუთხურიდან ჩააწვდის ავაზა დიახ ჩაწოდება მაღალი კარგად ასწიეს ბურთი დარტყმა კარის მიმართულებით თუმცა ბურთი აუტზე გადავიდა კი ბატონო აუტიდან ბურთს ჩააწვდიან თბილისის ინტერის ფეხბურთელები ჩამოაწოდეს კარგი მიღება და წინ პასი ზუსტი გამოდგა მარჯვენა ფრთაზე ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი აუტიდან ბურთს შეიტანენ ინტერის ფეხბურთელები შეიტანეს მარჯვენა ფრთაზე არიან თბილისის ინტერის ფეხბურთელები აი კარგი მოკლე გადაცემები დიახ ინარჩუნებს ახლა ინტერის ფეხბურთელი ბურთს მოედნის ცენტრი კი ბატონო თუმცა დაკარგეს წითლებმა ბურთი კონჩეტევა მიიღეს დარტყმა და არის კი ბატონო ნომერი 8 გატანილი გოლის ავტორი თუხარელი ლუკა გატანილი გოლის ავტორი კი ბატონო ნულის ეკრანებზე მარცხენა მაღალ კუთხეში და ავაზა დიახ ავაზა თბილისის ავაზა დიდი ანგარიში თამარცხებს თბილისის ინტერს ბურთი თამაში შეიტანეს ინტერის ფეხბურთელებმა შეიტანეს აი თქვენ ხედავთ დიახ ისევ 99 ნომერი გეგეშიძე ჩაწოდება კარის მიმართულებით თუმცა რა კარგია შვილდაძე ინტერის კიპერი სწორედ რომ ეს ფეხბურთელი ეს კიპერი ფლობს ბურთს კი ბატონო შეცვლები ინტერის შემადგენლობაში თქვენ ხედავთ თქვენს ეკრანებზე ძვირფასო ტეტელაევის მაყურებლებო რა თქმა უნდა YouTube არხზე კი ბატონო განახდა მატჩი ბურთი თამაში შეიტანა ინტერის კიპერმა კი ბატონო ისევ ყვითლები ბურთთან დიახ მატჩი შეაჩერა საჭმა თამაში დიახ სპორტული ფეხსაცმელი გაძვრა ახლა კიპერს და ყველაფერი აბსოლუტურად რიგზეა და საჭი მისცემს ნიშანს და განახდება შეხვედრაც დიახ გადასცა ბურთი 77 ნომერს კურტანიძე ილიას ავაზას ფეხბურთელი ფლობს სწორედ რომ ეს ფეხბურთელი ბურთს არაზუსტი გადაცემა და დაცვაში ინტერი თამაშობს იმ ეპიზოდში ძალიან კარგად ითამაშა ინტერის დაცვა კი ბატონო ხედავთ ინტერი ბურთთან მოედნის ცენტრი კი ბატონო მარჯვენა ფრთაზე გადაიტანეს შეტევა ახლა კარგად მანევრირებს ინტერის ფეხბურთელი ჩაწოდება შეტევის მეორე ფაზა თუმცა დაცვაში იყო ჩაღეს ავაზას ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრი კარგად ამოვიდნენ ახლა ავაზას ფეხბურთელები მეტოქის საჯარიმოში არიან ავაზას ფეხბურთელები შეიძლება დარტყმა და არის მე-14 ნომერი გატანილი გოლის ავტორი ზამბახიძე ცოტნე 5-0 0-5 გატანილი გოლის ავტორი ზამბახიძე ცოტნე კი ბატონო დიდია შეხვედრაში ანგარიში დიახ აქ ცვლილებები განხორციელდება ავაზას გუნდის რიგებში
კი ბატონო, აი თქვენ ხედავთ თქვენს ეკრანებზე ამ ცვლილებებს. შეიტანეს ბურთი თამაში მოედნის ცენტრიდან ინტერის ფეხბურთელებმა, აქეთ მარცხენა ფრთაზე არიან ინტერის მოთამაშეები, ისინი აკონტროლებენ ბურთს, თუმცა იქ არ გაუშვეს ახლა ინტერის ნახევარმცველი ავაზას ფეხბურთელებმა, თუმცა მყისვე დაეუფნენ ბურთს ინტერის ფეხბურთელები, მაგრამ მოედანი არ იყო ახლა ინტერის მოთამაშეს და აუტიდან ბურთი ჩამოაწოდეს ავაზას ფეხბურთელებმა. კი ბატონო, კურტანიძე დაკარგა კურტანიძემ ბურთი, ინტერი მარცხენა ფლანგზე, შეტევაზე, აი თქვენ ხედავთ თქვენს ეკრანებზე, თუმცა ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. კი ბატონო. აი, ხედავთ თქვენს ეკრანებზე, აუტიდან ბურთს შეიტანენ ინტერის ფეხბურთელები. დიახ, აი, ხედავთ თქვენ. ინტერის მოთამაშეს ჩააწოდეს ბურთი აუტიდან. კი ბატონო, ჩაწოდება დაბალი მეტოქის საჯარიმოში. კარგი მანევრირება და დაიბლოკა ეს დარტყმა და საბოლოო ჯამში ავაზას კიპერს მივიდა ბურთი. კი ბატონო. მოედნის ცენტრი 99 ნომერი გეგეშიძე მარცხენა ფრთაზე გადაიტანეს ბურთი. ისევ გეგეშიძე კარგად უპასა თავისიანს, კარგი გაგრძელება. და იქ აჯობეს ახლა ინტერის ფეხბურთელებმა დაცვაში და კონჩეტევაზე იყვნენ ინტერის ფეხბურთელები, თუმცა არ გამოვიდათ და ბურთი დაკარგეს წითლებმა. მოედნის ცენტრი პირველ ბურთზე კარგია ინტერი, ინარჩუნებენ ბურთს წითლები, მარცხენა ფრთა ჩაერთო საქმეში ახლა ეს ერთბაშად 3 ფეხბურთელი ეთამაშებოდა ინტერის ფეხბურთელს და დაატოვებინეს მას ბურთი. კი ბატონო, შესაბამისად დაკარგეს ბურთი ავაზას ფეხბურთელებმა. დიახ, კარგი გაქცევა, კარგი აჩქარება ახლა ინტერის შესრულებით. დიახ, თუმცა იქ ნახევარდაცვაში კარგია ავაზას ფეხბურთელი, კარგი ცრუმოძრაობები, კარგი ტექნიკური ფინტები და აი რა კარგად თამაშობენ ახლა ავაზას ფეხბურთელები მოედნის ცენტრში, თუმცა დაკარგეს მათ ბურთი და ინტერი სტილობს გადავიდეს შეტევაზე, თუმცა იქ ნახევარდაცვაში ხედავთ თქვენ რა კარგად ირჯება 20-იანი ავაზასი უზნაძე ლუკა. ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. კი ბატონო. აუტიდან ბურთს შეიტანენ ყვითელ ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელები. კი ბატონო, აი შეიტანეს ბურთი თამაში, თუმცა პირველ ბურთზე კარგად თამაშობენ ინტერის ფეხბურთელები, მარცხენა ფრთა დაიტვირთა, თუმცა იქ კარგად მანევრირებს, კარგად თამაშობენ ავაზას ფეხბურთელები და საშუალებას არ აძლევენ ინტერის შემტევს, რომ გადავიდნენ, მიუახლოვდნენ მეტოქის კარს თბილისის ინტერის მოთამაშეები. ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. აუტიდან ბურთს თამაში შეიტანენ ავაზას ფეხბურთელები, ჩამოაწოდეს კარგი ტექნიკური თამაში ახლა ავაზას შესრულებით, როგორც ხედავთ, კარგი მოკლე გადაცემებით წინ მიიწევიან ახლა ავაზას ფეხბურთელები და ინტერის ფეხბურთელმა ბურთი გადაგზავნა კუთხურზე. სტანდარტი მარჯვენა ფრთიდან კუთხურ ჩაწვდიან ავაზას ფეხბურთელები. ჩაწოდება მაღალი დარტყმა და ძალიან არაზუსტი. დარტყმა კარიდა. კი ბატონო. დიახ. შვილდაძე დანიელი. აი, სწორედ რომ ამ კიპერმა შეიტანა ბურთი თამაში. კი ბატონო. თუმცა ბურთს დაეუფლნენ ავაზას ფეხბურთელები, როგორც თქვენ ხედავთ თქვენს ეკრანებზე. არა, ბურთი დატოვებს რა თქმა უნდა მოედნის ფარგლებს და ასეც არის. აუტიდან ბურთს თამაში შეიტანენ ავაზას მოთამაშეები. შეიტანეს კარგი ზუსტი გამოზომილი გადაცემა. კარგი ცრუმოძრაობა, კარგად ჩამოიტავა ერთი მეურვე, თუმცა მეორეს ვერ გაცდა და კუთხურზე გაუშვა ინტერის ცველმა ბურთი. ორიგი სტანდარტი, ორიგჯერ მარჯვენა ფრთიდან ბურთს ჩააწვდიან კუთხურიდან. არა, გაითამაშეს ავაზას ფეხბურთელები ბურთთან. კარგი მოკლე გადაცემები, კარგად მიუახლოვდნენ მეტოქის კარს, თუმცა დაცვაში კარგია ამ ეპიზოდში ინტერი. კი ბატონო, გრძელდება შეხვედრა, როგორც ხედავთ. აი, ბურთისთვის ბრძოლა და აი ასე თამაშობენ ორივე გუნდის ფეხბურთელები.
მატჩი წავიდა ფინიშისკენ. აი, ყვითლები ბურთთან. კარგი ცრუ მოძრაობები. დარტყმა შორი მანძილიდან და არის. კი ბატონო, 77 ნომერმა კურტანიძე ილიამ აიღო მეტოქის კარი 0-6. დიახ, ჩვენს დავასრულოთ, დასრულდა შეხვედრა, ჩვენს დავასრულოთ პირდაპირი რეპორტაჟი. დიდი მადლობა ტექნიკურ ჯგუფს, მადლობა თქვენ რო ჩვენთან ერთად იყავით, თქვენთვის რეპორტაჟზე კომენტატორი ლაშა გიორგობიანი მუშაობდა.